თემაზე ვიტყვი. გადაგიღებთ. ზურმუხთ მიწაზე მაკედონიას იყო განთქმული ძველი ტრადიციით ვინმე გურული პეტრიწონელი. იქ პეტრიწონში ტაძართ ქალაქში მან დაიმკვიდრა კათედრალური მოღვაწის ბინა. და შეიტანა აზრის სინათლე, განათლებისაც ათამშრომელი და დასავლეთში რენესანსის მძედა მოვიდა. დიდმა დავითმა აღშენებელმა სნო პეტრიწონი მცოდნა ცოდნისა და დაუმკვიდრა გელათსა შინათ თანამდებობა რექტორობისა, ის უმალ გახდა რეფორმატორი ქართული ენის გრამატიკისა, ყოვლად შემცვლელი საქართველოში არისტოტელეს და პლატონისა. საუკუნეთა მრუმეებში ეს დედამიწა იმ შუა ჟამთა სკოლასტიკურ ორომტრიალში და მოზუზუნა ბებერქართა შრიალში იქ მიიტოდა ცისდასოვას უხსრულწრიაში. მრავალთა მრავალ კასურკასთა ასთა სიმრავლე თეოლოგიურ დოგმატებით იყო პირსავსე, უარასჭანთა სისხამდილი მძენ ხურვალე დაცაზე პირფე დაცურავდა მხარამწუხარე. ლეილ მაჯნუნიანს გულითქმნიდა ნიზამ განჯელი, შაჰნამე გვატყობს ფირდოუსის სიამის ბრელი, დაგორგანელი სევდიანი რიტმების ბრელი, ისრამიანი უკეთ არის ნათქვამი ჩვენი. ნული ქებანი შახრუ ხაძისა გვატყობს შავთელის აბდულ მესია, მაგრამ რუსთველის უზადო ლექსი დღესაც ყველაზე უკეთესია. ალბათ მარადის საზუფებელში სული სხვა განძით ჩაიყოლია. ტაძრის ფრესკებში ამბეფრის ტყავზე ზეგარდმა ბორგავს ალბათ გენია. პეტრეიბერი და პეტრიცი შოთა რუსთველი, ელმა გვარგუნა შორე დროში სამი ქართველი. უქმებელია მათი ლექსი ყოვლის აღქმელი, მათი ეტრატის დიადობის წმინდა სანთელი. პეტრიცის გვერდით უნდა ვხედავდეთ ბერსა დამასკერს და ავგუსტუნეს. რუსთაველს ვერვის ვერ შევადარეთ, ვერც დასავლეთში, ვერც მომხარეს, ვერც ერთ აზროვანს, ვერც ეცა სიბზნეს. აღორძინების ხანამდე მისი აზრი მოიცავს ცხოვრების სიღრმეს, ცოდნის ქმედობის ერთ მთლიანობას, მხოლოდ რუსთველი სიბზნედ გვაუწყობს.